და ეგ არის let's go. სალამი ყველას, ვინც უყურებს ამ ვიდეოს. მოკლედ, ბოლო 1-2 კვირა არაფერი ვიდეო არ ჩამიწერია. იმის გამო რომ ფაქტიურად დრო ფიზიკურად აღარ მაქვს სამუშაოს მხრიდან ეგ ერთი. მეორე ახალი სიახლე გვაქვს ის მეგობრებო რომ ფაქტიურად ვინც მადევნებთ მე თვალს, ჩარიჩობთ ახლა ბოლო 1 კვირაზე მეტი იქნება. ვცდილობ ტელეგრამში დავაყენოთ გარკვეულად ისეთი ბოტი, რომელიც მე არანაირ ვიდეოს დარავითად თქვა რაღაცა გარკვეულ სამედიცინო კლუბი იქნება თუ რამე ახსნა იქნება რამე დანამატისას მე ფაქტიურად განვიხილო და მე იცი თქვენ რომ მე არ განვიხილო და არ ვლაპარაკობ იმ თემებზე რაც უფრო თქვა არის ტრენდში, რაც უბრალოდ არის გაყიდვაში თქვა და რაც უბრალოდ არის მოდაში. ანუ მე უფრო ვცდილობ ვისაუბრო და განვიხილო ისეთი დანამატები, რომლებიც უფრო მაგრებია, უფრო ახლებია, უფრო რაღაც თქვა თანამედროვე რაღაცა თქვა ისეთი სიახლეები არის სპორტულ რაღაც ინდუსტრიაში და ასე შემდეგ. იცით რომ წინა თქვა ისტორიაში ბოტმა ძალიან აურია. ტელეგრამს მალე გავაკეთებ. ძალიან ვიყავი დაკავებული. ეხლა საიფაქტიოდ დღეს ეს არის მიახლოებით მესამე კონსულტაცია. მომივიდა ახლა პასუხები. ადამიანმა ფაქტიურად ჩააბარა ანალიზები მიახლოებით ერთი თვის წინ მოვიდა ჩემთან და ერთი თვის ნამუშევრს განახებთ. ხშირი შეკითხვა ფაქტიურად ის არის ჩემი, რას მეკითხებიან მე ხშირად ხოლმე დაირექტში მწერენ. წერენ როგორ რაღაცას, რომელი ანალიზები ჩააბარო. უზომოდ ისეთი სტერეოტიპული და არასწორი შეკითხვა. და აუხსნი რატოს? ანალიზები ადამიანმა შეიძლება ჩააბაროს თქვა რაღაცა მინიმალური თქვა მიზერი მიახლოებით რა ვიცი თქვა რომელიც დაждდება 300 ლარი უხეშად და შეიძლება ადამიანს თუ ფინანსები აქვს სულ ისეთი გამოკვლევა ჩაიტაროს რომელშიც შეიძლება თქვა გადახარჯოს მიახლოებით 2000 ლარი ან ზევით უფრო რაღაცა გარკვეული მინიმალური პაკეტი ყოველთვის არსებობს მაგრამ მე ხშირად მეკითხებენ იმას რომ აი თქვა ადამიანი რომელიც გამოიყენებს თქვა რაღაცა თქვა სპორტულ ვიტამინებს არ ამებს გავსამეს რა უნდა ჩააბაროს და რა უფრო ყველაზე მნიშვნელოვანია მიშოვანია ფაქტიურად ყველაფერი ჩემი გარმოსახედით, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზმი გაქვთ ერთი ფაქტიურად ყველა გარკვეული სისტემა რაც ჩვენში არის ფაქტიურად ერთი გაქვთ თქვენ ამ ცხოვრებაში და ყველაფერს უნდა მოუფრთხილეთ, მაგრამ კი რაღაც რამოდენიმე მაჩვენებელი, რასაც ფიქრობ რომ უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში დიდი მნიშვნელობა აქვს ყურადღება მივაქციოთ, ალბათ უფრო ვიტყოდი რომ არის უფრო ლიპიდური პროფილი ჩემი გარმოსახედით უფრო. რა თქმა უნდა, სისხლის ფიზიოლოგიასაც, სისხლის სისქეზე დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ვიტყოდი როგორ სიტუაციას რომ ყველაფერი ეს მაინც გენეტიკური. მოსულ ჩემთან ალბათ არ ვიტყოდი რომ მარტო სპორტსმენები მოდიან და ძალიან ბევრი მოდიან ჩვეულებრივ ხალხი იღებენ ერთშიად რაღაც გარკვეულ ჩემს დახმარებას, სრულ რაღაც პაკეტს ანალიზების ვთქვათ მოწესრიგებას სრულფასოვნად და ძალიან გამკვირებელია ადამიანი თითქოს ჩვეულებრივ ნორმალური რეჟიმით ცხოვრობს, არაფერს განსაკუთრებულს არ ჭამს, არც დასალევს არ იმას შვება, არც სიგარეტს არ ეწევა, მაგრამ ყოველთვის ვთქვათ აი ლიპიდური პროფილი აქვს არეული, ვთქვათ ქოლესტერი აქვს მაღალი. ვიტყვი როგორ სიტუაციას ჩვენი ორგანიზმი ესეთი ადვილად რაღაცა გარკვეული ფუჭებადი რაღაცა ვთქვათ საერცხის მანქანა არა ის რომ ბახტა რაღაც უცებ გაფუშჭეს, ანუ ძალიან ამტანიანია. მე ვიტყოდი იმ ნიუანსს რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რაღაც ადამიანს ვთქვათ აი ადამიანმა იპოვოს თავის გენეტიკური ბაგი, ყველა ადამიანს აქვს რაღაც გარკვეული პრობლემა ვთქვათ. ვიღაცას აქვს ვთქვათ ფარისებული, სულ TSH აქვს მაღალი. ვიღაცას თქვა ტესტო აქვს დაბალი, ვიღაცას თქვა ქოლესტერი აქვს მაღალი, ვიღაცას თქვა უყოველთი ცირკმის ფუნქციები თქვა აქვს არეული რა, ვიღაცას თქვა გვიძლია ძალიან გზნობიარე. ანუ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ჩვენი რაღაცა გარკვეული გენეტიკური ბაგი და იმ ბაგს მე მივაქციოთ აქტიურად ყურადღება და აქტიურად ყურადღების მიქცევას ალბათ ვიტყოდი წელიწადში მიახლოებით მინიმუმი ალბათ ორჯერ მაინც ანჯობია სამჯერ თქვა თუ ჩაბარდეს რა და რაც ალბათ ვიტყოდი რომ რაზეც თქვა 70% ფაქტიურად სამყაროში არის რისგან ჩვენ ფაქტიურად ვიღუპებით უფრო მეტი წილი 70% ეკას გულის და სიძერღვანის სისტემის დაავადებები რა და ლოგიკურიო ცუდი არ იქნება თქვა რომ წლის განმავლობაში მინიმუმი თქვა ორჯერ მაინც თქვა ქოლესტერი, ლიპოპროტეინები, დაბალი მაღალი სიმკვრივის ათეროგენის ინდექსი, ტრიგლიცერიდები ეგენი ყველაფერი ჩავაბაროთ და ეგენი თქვა ყოველთვის ვეცადოთ რომ გქონდეს რეფერალურებში მაგის ფაქტიურად ნიუანსი ხა როგორ არის ვინც თქვა გამოიყენებთ რაღაც გარკვეულ სპორტულ ვიტამინებს, რაღაც გარკვეულ თქვა რამესტერიკებს, მანდ უფრო მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კი ყველანაირი ნებისმიერ თქვა სტერიკები გინდა თქვა სარმემიც ისეთ პონჩი. ეგეც ინდივიდუალურია. ყვება, გენეტიკა, სტერიკები რა თქმა უნდა. ეგენი აფუჭებენ ლიპიდურ პროფილს ფაქტიურად. და ისეთი ნიუანსია რომ ვინც თქვა გამოიყენებს სტერიკებს, მაგათმა უეჭველი წელიწადში მინიმუმი 3ჯერ მაინც ან ჯობია 4-ჯერ ჩააბარონ ეგ სიტუაცია რა და რაღაცა გარკვეული ფურსები რაც ამოაქვს, თქვენ დაინახავთ ფაქტიურად ერთი თვის სამუშაოს მიახლოებით. ეს არ არის კრიტიკული ქოლესტერი, მაგრამ მაინც არ არის რეკომენდირებული რომ ხანგრძლივ პერსპექტივაზე ფაქტიურად ჩვენ ვიცხოვროთ მაგ ანალიზებით რა და რაც ალბათ ვიტყოდი რომ კიდე მნიშვნელოვანი არის გარდა ქოლესტერინისა და გარდა ათეროგენის ინდექსის თქვათ მაგ ლიპიდურ პროფილში ალბათ ვიტყოდი ლიპოპროტეინებს მაღალი სიმკვრივისას ეგ არის გარკვეული რაღაცა თქვათ ისეთი როგორც თქვათ ლაითად როგორც რაღაცა გარკვეული აი კბილის ჩოტკი გასასუფთავებლად სისხლძარღვების ეს თვალენჩუ თქვათ მაგას აქვს მნიშვნელობა და რა თქმა უნდა ადამიანი თუ თქვათ არის ვიტყოდი მიახლოებით 40-45-მდე ქოლესტერი საერთო უნდა ეცადოს კონდეს ნორმაში. ნორმა ვიტყოდი რაც არის თქვათ აქ მაჩვენებელი რაც არის აი სინეოში 200 თქვათ ზედაზღვარი 200 ქვეშ 180 170 ალბათ ვიტყოდი ეგ არის იდეალური. ძალიან დაბლა ქოლესტერის დაგდება ძალიან დაბლა ვიღასაც თქვათ
ზოგს აქვს ხომ მინახია ძალიან დაბალი, ეგ არ არის სასიხარულო იმ პონჩი, რომ ეგ მე შესაძლებელია მოქმედებდეს კიდე რაღაც ენერგიულ ტონუსზე რა. ანუ ყოველთვის გარკვეული ბალანსი საჭირო მეგობრებო, ანუ არა ის რომ თქვა აი 0-ში გქონდეს თქვა გინა ქოლესტერი, 0-ში გქონდეს თქვა ესტრადიოლი, ასევე პროლაქტინი, არ შეიძლება ყველაფერი საჭიროა რაღაცა გარკვეულ ნორმებში და მაგას აქვს დიდი მნიშვნელობა. ფაქტიურად ეს ადამიანი ვინც მოვიდა ამ კონსზე, ეს ფაქტიურად არიგებს და არიგებს, просто უბრალოდ მოვიდა რომ ჯანმრთელობა უბრალოდ შეიმოწმოს ფაქტიურად და რაღაც გარკვეული რამაჩვენებლებსაც თქვენ ახლა ნახავთ ეკრანზე, ეგ იყო რა. მინახია უფრო უარესი სურათი. აღნიშნა როგორ ვარიანტს. ფაქტიურად ახლა რა ვიცი, არის ალბათ ვიტყოდი როგორი პონტი რომ არის თქვა რაღაცა ძიმი არტილერია, რასაც ფაქტიურად მელიჩა ჩემს ექსპერიენს და ჩემპიონატ გამოცდილებაზე ალბათ ვიტყოდი ნომერი 1, რა თქმა უნდა, იქნება ყოველთვის სტატინები ამ სიტუაციაში. просто სტატინის ინდივიდუალურია, ვიღაცა შეიძლება მოერგოს თქვა რა ვიცი, პიტავა სტატინი, ვიღაცა თქვა დატორვა სტატინი, მე მაგალითად როზოვა სტატინს ვსვავ. დოზირება ძალიან ინდივიდუალურია, მაგის დალევა არ გიჩვენოთ და არ შეიძლება ესეცაში ისეთ ვარიანტში თითით და ეგ არის ალბათ ისეთ ვარიანტში საბაზისო ვარიანტი რა. რაც შეეხება თქვა ის ვარიანტში, რაც აი დანამატები არის, რომელიც რეალურად თქვა ეგენიც მაგრად ჩანს. მანდაც ბევრი არ არის. მაგალითად კარდარინები მოქმედებს. ნიაცინამიდი დადებითად მოქმედებს. რედისტრაისი, ყავისფერი, მე მგონი ბრინჯისა ეს ქერქი თუ რაც არის, არ ვიცი ქართულად როგორ თქვა, რედისტრაისი, ეგეც კაია, ციტრუს ბერგამოტი, ეგეც ნორმალური პონტია. ბევრია კიდე სხვა რაღაცეები, მაგრამ ალბათ კიდე ყველაზე მთავარი ნიუანსი რაც არის, რასაც აღნიშნავდი ამ სიტუაციაში. რაც იმენა იცვეთში, მაგრამ პრაქტიკაზე უკვე აი 100% შემიძლია თქვა, ხალხი რომლებიც არიან აქტიურები, რომლებიცაც უყვართ კარდიო, იმათ შედარებით სტატისტიკურად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ანალიზი მქონია, მოსულა ხალხი თქვა უკვე 500-ზე მეტი რაღაც გარკვეული ფაილი მაქვს შენახული ხალხის. სტატისტიკურად ვიტყოდი, რომ მიახლოებით 90%-იანი დადებითი თქვა რაღაც დინამიკით, ვინც არის უფრო აქტიური, ვინც თქვა უფრო აკეთებს ბევრ კარდიოს, იმას უფრო ლიპიდური პროფილი აქვს კაი, სვეტში. ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ფაქტიურად და რაღაც გარკვეული თქვა რაღაცა გაიდლაინები რაც არის. იქაც წერია, რომ ცუდი არ არის კვირაში მიახლოებით 150 წუთი, 150 წუთი მაინც კარდიო ვაკეთოთ, ეგ არის კაი სიზარღვოვანი სისტემისთვის. რა ვიცი ფაქტიურად ისეთ პონჩი ხარ რაც იყო თავიდანვე შინაარსი, რაც მეკითხები ახშიათ გამომწერები, რომელია მნიშვნელოვანი, ალბათ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ის, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაზე არ არის რეკომენდირებული მაღალი ქოლესტერინის სიარული თქვა აი თვეები და წლების განმავლობაში. ეგ აფუჭებს სიზარღვოვან სისტემას მაგრად და გინდა არ გინდა ფაქტიურად რაღაცა გარკვეული ის რაც ვიცი და რაც თქვა საიენსმა რაღაცა ვარიანტში თქვენ ინფორმაცია გვაქვს და გვაქვს სამედიცინო ლიტერატურა ვკითხულობთ და მე რაღაც გარკვეული ის ექსპერიმენტებს ვატარებ და რაც შეგვიძლია რომ რაღაცა თქვა ეხლავე თქვა მივაქციოთ ყურადღება მაგას აქვს ვფიქრობ ძალიან დიდი მნიშვნელობა სამომავლო პერსპექტივაში ჯანმრთელობისთვის რა ანალოგიურად თქვა ისე რო ავიღოთ თქვა TSH-ი ყველაფერს რაც თავიდანვე საწყისად თქვა მოვეკიდებით თქვა თავის გიდაც 20-25 წლიდან ყველაფერი გვექნება რეფერალურებში თელი ცხოვრების განმავლობაში მაგით ვიხანგრძლივებთ ჩვენ ცხოვრებას ამიტომ ეგ სიტუაციას უნდა გავუწიოთ ვარაუდი რა ზოგი ახლა შევაფიქრობს ჰემატოკრიტის სიტუაცია ძალიან ადვილად რეგულირდება და რაღაცა მაგასაც მნიშვნელობა აქვს მაგრამ ეგ არ არის ისეთი რაღაც გარკვეული აი ისეთი მოუგვარებელი პრობლემა ყველაფერი გვარდება უბრალოდ არის ინდივიდუალური მომენტები ეგ არის ფაქტი რაც დღეს აი უცებ ხა მოვლოდნად ვიჯექი ხა კომპიუტერთან და გადავწყვიტე რომ მიახლოებით 1 წუთიანი ვიდეო გადამეღო რა დანამატები რაღაცები თქვი რაც თქვი ფაქტიურად არის ძიმე არტილერია ეგ არის ფაქტიურად და კარდიო გიყვარდეთ მეგობრებო იმიტომ რომ კარდიო არის ფაქტიურად სიცოცხლე მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რომ კარდიო უნდა ვაკეთოთ აქტიურად ეგ არის ფაქტიურად ვისაც გინდათ დახმარება ანალიზებში მნიშვნელობა არ აქვს თქვა რა ვიცი ხართ სპორტსმენები თუ არა ხართ შეგიძლიათ მომართოთ შეგიძლიათ მომზადოთ ფაქტიურად ეგ ნიუანსი არის და ახლო ხანებში შევესწრები რომ ძალიან მაგარი ისეთი ბოტი იყოს ნორმალურ ადეკვატურ ფასად სადაც იქნება სავარჯიშო პროგრამას ტელეგრამში სადაც იქნება თქვა ჩემი რაღაც გარკვეული სტრიმებიც კითხვა პასუხის თქვა რაღაცა გარკვეული ფაილებიც BetterRate ბიოჰაკერი გვაქვს ჯგუფი არის უკვე მიახლოებით 2 წელიწადი მაგ ჯგუფში შევესწრები რომ მალე მოვხოდოთ და სურვილები იქ ფაქტიურად დარეგისტრირებით და იქნებით თქვა ჯგუფში შეძლებთ რაღაც გარკვეული შეკითხვებისაც გექნება თქვა რაღაც გარკვეული პოდკასტების წინ კითხოთ ხოლმე მაქსიმალურად ალბათ ვიტყვი ერთ რამეს რომ კი ყველა ძვირფასად ჩვენ გაგვაჩნია ეგ არის ჯანმრთელობა მოიკიდეთ მაქსიმალურად ყველაფერს ჭკუით თავიდანვე ყველაფერს მოუფრთხილით ჯანმრთელობა გაქვთ ერთი ეგ არის ფაქტობრივად დღევანდელი ვიდეოს შინაარსი და მორალი ყოველას ფაქტობრივად გემშვიდობებით ყველა იყავით ჯანმრთელები და ყოველას დროებით ადიოს